მეიოზის პროცესი განსხვავდება მიტოზისგან. ეს არის სქესობრივი გამრავლების დროს უჯრედისგან წარმოიქმნება არა 2 უჯრედი, შვილეული უჯრედი, არამედ 4 გამეტა. გამეტა ნიშნავს წარმონაქმს უჯრედს, რომელიც შეიცავს გენეტიკური ინფორმაციის მხოლოდ ნახევარს, რაც იყო შობელ უჯრედში მოთავსებული. ანუ აქ ლაპარაკი არა მარტო უჯრედის უბრალოდ გაყოფაზე ორად, არამედ გენეტიკური ინფორმაციის განახევრებაზე, თუ თავდაპირველად უჯრედში გვაქვს მოცემული ეგრეთ წოდებული დიპლოიდური რიცხვი ქრომოსომების, სადაც თითოეული ქრომოსომა არის წარმოდგენილი 2 ჰომოლოგიური ქრომოსომით, აი მაგალითად, ერთი არის ლურჯი ფერის, მეორე ყვითელი ფერის, თავისი ფორმით, აი ეს 2 ქრომოსომა გავს ერთმანეთს, თავისი გენეტიკური შემადგენლობით, გენების თანმიმდევრობით, ინფორმაციით არის იდენტური, მაგრამ ერთი ქრომოსომა, ერთი ფერის ამ შემთხვევაში არის წარმოშობით მშობელი დედისგან, ხოლო მეორე ქრომოსომა მშობელი მამისგან. მამის და დედის მხრიდან შემოსული სქესობრივი გზით წარმოქმნილ ორგანიზმებში გვაქვს ერთი და იგივე ქრომოსომები, ერთი და იგივე გენეტიკური ინფორმაციით, მაგრამ განსხვავებული, რადგან ისინი შეესაბამებიან მშობლის გენეტიკურ ინფორმაციას. ამ ქრომოსომებს ეწოდებათ ჰომოლოგიური ქრომოსომები. ჰომოლოგიური ქრომოსომები არიან ამ შემთხვევაში პროფაზაში, როცა იწყება დაყოფა, ერთმანეთთან ახლო მდებარე და ხდება მათ შორის გარკვეული უბნების გაცვლა, ანუ წარმოიქმნება ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის ეგრეთ წოდებული ქიაზმა და ხშირად შეიძლება ინფორმაციის გადანაცვლება, რეკომბინაცია მოხდეს ჰომოლოგიურ ქრომოსომებს შორის და მაშინ ეს ქრომოსომები უკვე აღარ არის იდენტური მშობლისგან შემოსულ ქრომოსომასთან თავისი ინფორმაციული შემადგენლობით, არამედ ამას შეიძლება უწოდოთ უკვე ჰიბრიდული ქრომოსომა. დაყოფის დროს, როდესაც მიმდინარეობს მეიოზის პროცესი, ესე იგი ხდება აი ამ პირველი დაყოფის დროს, პირველი მეიოზური დაყოფის დროს, თითისტარას ძაფებით ისევ ქრომოსომებთან დაკავშირება, მაგრამ განცალკევდებიან არა შვილეული ქრომატიდები, როგორც მიტოზის დროს, არამედ ჰომოლოგიური ქრომოსომები თავდაპირველად. ესე იგი, პირველი მეიოზური დაყოფის დროს ხდება ჰომოლოგიური ქრომოსომების განცალკევება. აი ამ სურათზე ეს უკეთ ჩანს. ესე იგი, თუ აქ გქონდა 2 ფერში, 2 ქრომოსომა, ახლა გვაქვს ამ ფერში თითო ქრომოსომა. მაგრამ თითოეული ქრომოსომა შედგება 2 შვილეული ქრომატიდასგან, როგორც ეს მიტოზის დროს არის. ამიტომ ადგილი აქვს შემდეგ მეორე დაყოფას მეიოზის პროცესში, როდესაც ჰომოლოგიური ქრომოსომების თითოეული მათგანი განცალკევდება უკვე შვილეული ქრომატიდების სახით და მიიღება კიდევ თითოეული უჯრედიდან 2 უჯრედი. საბოლოო ჯამში მიღებული იქნება 4 უჯრედი, ანუ გამეტა, რომელსაც ეწოდება, მაგრამ გენეტიკური ინფორმაცია მათში იქნება განახევრებული, ანუ დიპლოიდიდან ჩვენ მივიღებთ ჰაპლოიდ უჯრედებს. გენეტიკური ინფორმაციის განახევრება გამეტაში აიხსნება იმით, რომ რეპროდუქციული გამრავლების დროს გამეტების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ახალი ორგანიზმი,
ანუ თავდაპირველად ერთი უჯრედი ზიგოტა, რომელიც შემდეგ ჩანასახს წარმოქმნის და ახალ ორგანიზმს. და როდესაც ორი გამეტა შეერწყმება ერთმანეთს, რა თქმა უნდა, გენეტიკური ინფორმაციები გაორმაგდება ისევ და მივიღებთ ახლა წარმოქმნილ ორგანიზმში ისევ დიპლოიდურ გენეტიკურ ინფორმაციას. აი, სცენარის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს მეიოზის პროცესი, როგორც მამრობით რეპროდუქციულ ორგანოებში, ანუ მტრიანებში, სადაც წარმოიქმნება მტვრის მარცვალი და მოხდება მტვრის მარცვალში შემდეგ როგორც ვეგეტატიური, ისე გენერაციული უჯრედების წარმოქმნა, რომლებიც არიან ჰაპლოიდური გენეტიკური ინფორმაციის შემცველები. აი აქ არის წარმოდგენილი სურათების სახით მეიოზის პროცესი სამტვრე პარკის შიგნით, როდესაც მიკროსპოროგენეზს აქვს ადგილი და წარმოიქმნება ერთი უჯრედიდან 4 მიკროსპორა, რომელსაც ხშირად უწოდებენ ტეტრადას, ანუ 4 უჯრედისგან შემდგარ ჯგუფს. და ასევე არსებობს მეგაგამეტოგენეზი, ეს არის მდედრობით რეპროდუქციულ ორგანოებში, სადაც მეიოზის პროცესმა უნდა მოგვცეს მდედრობითი გამეტა, კვერცხუჯრედი, მაგრამ ეს პროცესი უფრო რთულად მიმდინარეობს, ვიდრე მიკროსპორების წარმოქმნა მტვრის მარცვლის. ამ შემთხვევაში მეგასპორა მიმდინარეობს მხოლოდ ბირთვების დაყოფა, ანუ არ ხდება უჯრედების დაყოფა და წარმოიქმნება ბოლოს 8 ბირთვიანი ჩანასახის პარკი, რომლიდანაც მხოლოდ ერთი ბირთვი მოგვცემს გამეტას, კვერცხუჯრედს, ხოლო 7 ბირთვი გარდაიქმნება სხვა ტიპის უჯრედებად, რომლებიც ემსახურებიან განაყოფიერების და ჩანასახის წარმოქმნის პროცესს. ესენი არიან 2 სინერგი და 2 პოლარული ბირთვი ცენტრალურ უჯრედში და 3 ანტიპოდა. აი აქ გახლავთ თესლკვირტში მდედრობითი რეპროდუქციული ორგანოს შემთხვევაში ჩანასახის პარკის წარმოქმნის მიმდინარეობის პროცესი. და აი ბოლოს აი აქ გახლავთ ეს კვერცხუჯრედი გამეტა ჰაპლოიდური ქრომოსომების რიცხვის შემცველობით.